მოგესალმებით. მე ვარ მარინა სეხნიაშვილი და ვიწყებთ ვებგაკვეთილს ბიოლოგიაში. დღევანდელი ვებინარის თემა გახლავთ მაკონტროლებელი სისტემები, გრძნობათა ორგანოები. ჩვენ განვიხილავთ მაკონტროლებელ სისტემებს, ნერვულ რეგულაციას, ჰუმორულ რეგულაციას, შევადარებთ მათ და მოვძებნით მათ შორის განსხვავებას, მსგავსებას და განვიხილავთ თითოეული მათგანის სტრუქტურულ ელემენტებს და ფუნქციებს. ასევე გრძნობათა ორგანოებს. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი თემები საკმაოდ მოცულობითია, ამიტომ მე შევეცდები შევეხო ყველა იმ საკითხს და თეორიულად განვიხილოთ, რომელიც საპროგრამო არის მისაღებ ეროვნულ გამოცდებზე და ასევე რომლის შესაბამისი ტესტური დავალებებით შემხდა ეროვნული გამოცდების ისტორიაში, ჩვენ საგანში ბიოლოგიაში. ამаш დავიწყოთ დღევანდელი ვებინარის თემების განხილვა. როგორც გითხარით, მაკონტროლებელი სისტემებია ჩვენი ძირითადი თემა. მაკონტროლებელ სისტემას ქმნის ორგანიზმში ნერვული სისტემა და ენდოკრინული სისტემა. განვასხვაოთ ერთმანეთისაგან ზოგადად რა არის ნერვული რეგულაცია და რა არის ჰუმორალური რეგულაცია. შევადაროთ ერთმანეთს. ნერვული რეგულაცია ხორციელდება ელექტრონული ბუნების ნერვული იმპულსების მეშვეობით, ხოლო ჰუმორული რეგულაცია ხორციელდება სისხლით მიტანილი ქიმიური ნივთიერებების მეშვეობით. და ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით წინა ვებინარზე, როდესაც განვიხილავდით სუნთქვითი მოძრაობების რეგულაციას, რომ სუნთქვისთი მოძრაობების ცენტრი მოთავსებული არის მუგრძო-ტვინში და მუგრძო-ტვინის აგზნება ხდება სწორედ სისხლით მიტანილი ნახშირორჟანგით და ეს ნახშირორჟანგი ქიმიური ნივთიერება და ამის საშუალებით ხდება სუნთქვის ცენტრის რეგულაცია. შეგახსენებთ, რომ როდესაც ნერვული იმპულსები შედის ნეკლითაშუა სასუნთქ კუნთებსა და დიაფრაგმაში, ამ დროს მათი შექმნის შედეგად გულმკერდის ღრუ ფართოვდება, შესაბამისად ფილტვების მოცულობაც ცირდება მათში წნევა და ხდება ჩასუნთქვა, ხოლო როდესაც არ შედის ნერვული იმპულსი, შესაბამისად მოდუნება ხდება, გულმკერდის შევიწროება, შესაბამისად ფილტვების მოცულობის შემცირება და ამ დროს ხდება ამოსუნთქვა. ამიტომ არის, რომ ჩასუნთქვას უწოდებენ აქტიურ პროცესს, იმიტომ რომ ამის შედეგად ნერვული იმპულსები შედის, ამ დროს შედის ნერვული იმპულსები სასუნთქუნთებსა და დიაფრაგმაში, ხოლო პირიქით მოდუნებას, ხოლო კაცრად ამოსუნთქვას უწოდებენ პასიურ პროცესს, იმიტომ რომ ამ დროს ნერვული იმპულსები აღარ შედის ნეკლითაშუა სასუნთქუნთებსა და დიაფრაგმაში, მათი მოდუნება ხდება და შესაბამისად გულმკერდის ღრუ უფრო ვიწროვდება. ამას მე ვიმეორებ, იმიტომ რომ ასე მგონია, რომ წინა ვებინარში ამ საკითხზე სათანადო ყურადღება განვაგრძოთ ახლა ნერვული და ჰუმორული რეგულაციის შედარება. ნერვული რეგულაცია სწრაფად მოქმედებს, იმიტომ რომ ნერვული იმპულსი ძალიან სწრაფად ვრცელდება, ხოლო ჰუმორული რეგულაცია უფრო ნელა მოქმედებს, იმიტომ რომ დრო სჭირდება ქიმიური ნივთიერების წარმოქმნას, მის ტრანსპორტირებას შესაბამის ორგანოებამდე და ქსოვილებამდე. ნერვული რეგულაციას უფრო ხშირად ლოკალური მოქმედება აქვს, ანუ ნერვული იმპულსი, რომელიც და ტექნიკური პრობლემა და დაველოდები ამ ტექნიკური პრობლემის გამოსწორებას.
ჩვენ ვატარებთ ერთმანეთს ნერვულ და ჰუმორულ რეგულაციას. ვიხდით ტექნიკური პრობლემისთვის. საუბრობდით იმაზე, რომ ნერვულ რეგულაციას ხშირად აქვს ლოკალური მოქმედება, იმიტომ რომ ნერვით რომელ ორგანოშიც და მის ქსოვილებშიც შედის ნერვული იმპულსი, სწორედ ეს რეაგირებს და ან ძლიერდება მისი მოქმედება და პირიქით სუსტდება, ხოლო ჰუმორულ რეგულაციას უფრო ხშირად აქვს ერთი ან რამდენიმე სამიზნე ორგანო, იმიტომ რომ სისხლით ეს ნივთიერება ყველგან მიიტანება. ასევე ნერვული რეგულაციის შედეგი მაშინვე დგება, მაშინვე მჟღავდება ნერვული რეგულაციის შედეგი, ხოლო ჰუმორული რეგულაციის შედეგი დაყოვნებით გარკვეული ხნის შემდეგ მჟღავდება მისი მოქმედების შედეგი. აი მაგალითად ზრდის ჰორმონის მოქმედების შედეგის გამომჟღავნებას წლები სჭირდება. სწრაფად იხსნება ეფექტორზე მისი მოქმედება ნერვული რეგულაციის დროს, გაივლის ნერვული იმპულსი და შემდეგი ნერვული იმპულსის მოსვლამდე ეს ორგანო აღარ რეაგირებს მასზე და ჩვენ ზუსტადაც ეს ამას განვიხილავდით ეხლა სუნთქვითი მოძრაობების მაგალითზე. რაც შეეხება ჰუმორულ რეგულაციას, იგი დიდხანს გრძელდება ამ მოპასუხე ორგანოზე, რომელსაც ეფექტორს შეიძლება უწოდოთ სხვანაირად, იქამდე გრძელდება ჰუმორული რეგულაცია, სანამ ეს ნივთიერება არ დაიშლება, ან და მისი კონცენტრაცია ძალიან არ შემცირდება. მიუხედავად იმისა, რომ მაკონტროლებელ სისტემას ორგანიზმში აი ეს ორი ფორმა, რეგულაციის ორი ფორმა წარმოადგენს, ისინი ერთმანეთსაგან დამოუკიდებლად არ მოქმედებენ, ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ფიზიოლოგიური პროცესების, ნერვული და ჰუმორალური რეგულაციები. ერთი მხრივ ნერვული სისტემის მოქმედებაზე გავლენას ახდენს სისხლით მოტანილი ქიმიური ნივთიერება და მეორეს მხრივ უმრავლესობა ქიმიური ნივთიერებების წარმოქმნასა და სისხლში გამოყოფას აკონტროლებს ნერვული სისტემა. თუ როგორ ჩვენ ამ ვებინარის მსვლელობის პროცესში ამას აუცილებლად განვიხილავთ და განვიხილავთ ამ ინფორმაციას. ეხლა კი დავიწყოთ ნერვული სისტემის განხილვით. მინდა გითხრათ, რომ ჰუმორული რეგულაცია ევოლუციურად უფრო ადრე წარმოიქმნა ვიდრე ნერვული სისტემა. ნერვული სისტემა დამახასიათებელი არის ცხოველთა სამყაროსთვის და მან გარკვეული განვითარების ეტაპები გაიარა. იგი ჩნდება ნაწლავღრუიანებში, ექტოდერმაში გაბნეული არის ნერვული უჯრედები, რომლებთან მორჩები ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ნერვულ ბადეს ქმნიან, ამიტომ ამბობენ, რომ ნერვულ სისტემას აქვს ბადისებური ფორმა, ხოლო შემდეგ უკვე სხვა უხერხემლოებში ბრწყინვალეებიდან დაწყებული წარმოიქმნება კვანძოვანი ნერვული სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ არის სხეულის გარკვეული ნაწილები, სადაც თავს იყრის ნეირონის სხეულები და იქიდან გამოდის მორჩები. კვანძოვანი ნერვული სისტემა საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს განვითარებული ფეხსახსრიან ორგანიზმებს და შემდეგ უკვე ხერხემლიანებში ჩნდება მილოვანი ნერვული სისტემა. აქ უკვე არის ზურგის ტვინი, თავის ტვინი და მათგან გამომავალი ნერვები. ხო, განვიხილოთ ნერვული სისტემის ფუნქციები. ნერვული სისტემა არეგულირებს თითოეული ორგანოს ქსოვილის ფუნქციონირებას, აკავშირებს ერთმანეთთან და ათანხმებს სხვადასხვა ორგანოსა და ორგანოთა სისტემების მოქმედებას და ორგანის აკავშირებს გარემოსთან. სულ მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, დაუშვათ ადამიანი რაღაც ფიზიკურ სამუშაოს ასრულებს დარბის დაუშვათ, ამ დროს საყრდენ მამოძრავებელი სისტემის გარდა მონაწილეობს სუნთქვის ორგანოთა სისტემა, ხშირდება, ღრმავდება სუნთქვა, სისხლის მიმოქცევის სისტემა, გულის მუშაობა ძლიერდება და ხშირდება, ჩონჩხის კუნთებში შემავალი არტერიოლები ფართოვდება,
ძლიერდება თუნდაც გამომყოფ ორგანოთა სისტემის მოქმედება საუფლე ჯირკვლების სახით და ასე შემდეგ. ანუ რაღაცა ერთი მოქმედების შესრულებაში ჩართული არის სრულიად განსხვავებული ორგანოთა სისტემები და ორგანოები. და აი ამ მათ შეთანხმებულ მოქმედებას ახორციელებს ნერვული სისტემაც და ჰუმორული რეგულაციაც. ორგანიზმს ის ნერვული სისტემა შედგება ცენტრალური ნერვული სისტემისაგან, თავის ტვინი, ზურგის ტვინი და მათგან გამომავალი ნერვებისა და ნერვული კვანძებისგან. ნერვულ სისტემაში გვხვდება სხვადასხვა ტიპის ქსოვილი, მაგრამ წამყვანი რასაკვირველი არის ნერვული ქსოვილი. ნერვული ქსოვილი შედგება განსაკუთრებული აგებულების სტრუქტურის და ფუნქციის მქონე ნერვული უჯრედები, რომელთაც ნეირონებს უწოდებენ და სწორედ ნერვული სისტემის ფუნქციები ნეირონების თვისებებთან არის დაკავშირებული. მათ შეუძლიათ ნერვული იმპულსის წარმოქმნა და გადარება, მაგრამ ამავე დროს ნერვულ ქსოვილს ქმნის ეგრეთ წოდებული თანამგზავრი უჯრედები, რომელთა რაოდენობაც გაცილებით დიდია ვიდრე ნეირონებისა. თუმცა ნეირონების რიცხვი ძალიან დიდია, თავის ტვინი რამდენიმე მილიარდი ნეირონისგან შედგება. სლაიდზე ხედავთ ნერვულ ქსოვილს, ასეთი სახე შეიძლება ჰქონდეს ნერვულ ქსოვილს, ეს უფრო მსხვილი უჯრედები გახლავთ ნეირონები და მათ გარშემო არის უამრავი თანამგზავრი უჯრედები, რომელთაც ნეიროგლიასაც უწოდებენ. მათი ფუნქცია გახლავთ ის, რომ ესენი ნეირონებისათვის ასრულებენ საყრდენ ფუნქციას, დამცველობით ფუნქციას, კვებით ფუნქციას, იმიტომ რომ აქ შედის სისხლძარღვოვანი კაპილარები, რომლებიც კვებას ნერვულ ქსოვილის უჯრედებს და მათ შორის ნეირონებს და გარდა ამისა სხვა ფუნქციაც გააჩნიათ ამ თანამგზავარ უჯრედებს, იმიტომ რომ ის ხდება არა მარტო ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, არამედ პერიფერიაზეც და ამასაც განვიხილოთ ნეირონის სტრუქტურა, თუ რა სტრუქტურები გააჩნია ნეირონს. ნეირონს გააჩნია ნეირონის სხეული, რომელშიც მოთავსებული არის ბირთვი და ციტოპლაზმის ძირითადი ნაწილი, ეს არის ჩვეულებრივი ეუკარიოტული უჯრედი და ყველა ის სტრუქტურა არის დამახასიათებელი, რაც ეუკარიოტული ცხოველური უჯრედისთვის არის დამახასიათებელი, რადგან აქ ბირთვი არის მოთავსებული ნეირონის სხეულში, მას სომასაც უწოდებენ, ამიტომ რადგან ბირთვი აქ მოთავსებული აკონტროლებს ნეირონის ფუნქციონირებას, მისი დაზიანების შემთხვევაში ნეირონი კტება. ნეირონს აქვს უამრავი მორჩები, მათ შორის არის უფრო მოკლე და დატოტვილი მორჩები, რომელთაც დენდრიტები ეწოდებათ და მათი მოვალეობა არის ის, რომ დენდრიტებს ნერვული იმპულსი შეაქვს ნეირონის სხეულში და გააჩნიათ გრძელი ბოჭკო, რომელსაც აქსონი ეწოდება და აქსონს ნეირონის სხეულიდან გამოაქვს ნერვული იმპულსი. ხშირად აქსონი დაფარული არის გარედან თეთრი შეფერილობის გარსით, რომელსაც მიელინის გარსი ეწოდება და მას წარმოქმნის სწორედ თანამგზავრი უჯრედების განსაკუთრებული სახეობა, რომელსაც შვანის უჯრედებს უწოდებენ. მიელინის გარსი ასრულებს ელექტროიზოლაციის როლს. ალაგ-ალაგ ჩვენ გვხვდება უფრო ცხელი არის გარსი მიელინისა, რასაც რანვიე შევიწროებებს უწოდებენ და სწორედ ნერვული იმპულსი მხოლოდ აქ გამოდის, ამიტომ მიელინის გარსიან ნერვულ ბოჭკოში გაცილებით სწრაფად ვრცელდება ნერვული იმპულსი, ვიდრე იმ ნერვულ ბოჭკებში, რომელთაც მიელინის გარსი არ გააჩნიათ, იმიტომ რომ ნერვული იმპულსი გამოდის ყოველ მეზობელ უბანში. აქ კი როგორც გითხარით ნახსოვტომისები რაც ვრცელდება. რადგან დენდრიტები და ნეირონის სხეულები არ არის დაფარული თეთრი შეფერილობის მიელინის გარსით,
ამიტომ დენდრიტებისა და ნეირონის სხეულების გროვები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში წარმოქმნის რუხ ნივთიერებას, ხოლო გრძელი მორჩების ერთობლიობა კი თეთრ ნივთიერებას, მაგრამ ნეირონის სხეულები გვხვდება ჩვენ ცენტრალური ნერვული სისტემის გარეთაც და ისინი წარმოქმნიან ნერვულ კვანძებს, ხოლო გრძელი მორჩების ერთობლიობა ცენტრალური ნერვული სისტემის გარეთ კი წარმოქმნიან ნერვებს. სტრუქტურის ეს აჩვენებს იმას, თუ ნერვული იმპულსი იმაში როგორ შედის დენდრიტებით ნეირონის სხეულში და ხოლო აქსონის საშუალებით ეს გამოიყოფა. შემდეგ სლაიდზე კი ნაჩვენები არის მიელინის გარსიანი და მიელინო-გარსიანი ნერვული ბოჭკოები, თუ როგორ ხდება, რა სისწრაფით ხდება ასეთ ბოჭკოებში ნერვული იმპულსის გატარება. მაშინ დაუკვირდით, ერთდროულად ხდება ნეირონის სხეულში ნერვული იმპულსის წარმოქმნა, მაგრამ ნახეთ, როგორ სწრაფად ვრცელდება ეს იმ ბოჭკოში, რომელსაც მიელინის გარსი აქვს და შედარებით დაყოვნებით ვრცელდება იმ ბოჭკოში, რომელსაც მიელინის გარსი არ გააჩნია. თორე ახმადი გახლავთ ეს. ნეირონები თავისი სტრუქტურითა და ფუნქციებით არის სამი ტიპის. ეს არის მამოძრავებელი, ანუ მოტორული ნეირონი, რომლის ნეირონის სხეულიც ყოველთვის მოთავსებული არის ვეგეტატიური, ანუ ავტონომიური ნერვული სისტემის გარდა, მეორე ნეირონის სხეული არის მოთავსებული ცენტრალური ნერვული სისტემის გარეთ, თუმცა მრავალ შემთხვევაში მამოძრავებელი, ანუ მოტორული ნეირონის სხეული მოთავსებული არის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, რუხ ნივთიერებაში და მის აქსონს ნერვული იმპულსი გამოაქვს ცენტრალური ნერვული სისტემიდან და ატარებს პერიფერიისაკენ. ეს არის მგრძნობიარე, ანუ სენსორული ნეირონი, რომელსაც პირიქით ინფორმაცია პერიფერიიდან შეაქვს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და მისი ნეირონის სხეული არის მოთავსებული ცენტრალური ნერვული სისტემის გარეთ და წარმოქმნის ნერვულ კვანძებს და ეს არის ჩართული ასოციაციური ნეირონი, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას არტოვებს და მისი ფუნქცია გახლავთ ის, რომ სენსორული ნეირონი და ნერვული იმპულსი გადასცეს მამოძრავებელ, ანუ მოტორულ ნეირონს. მინდა გითხრათ, რომ არის ნეირონების განსაკუთრებული ტიპი, რომელთაც რეცეპტორები ეწოდებათ. ეს არის იმ ნერვული უჯრედების ის სახეობა, რომელიც პირველი ღებულობს გამღიზიანებელს, შინაგანს თუ გარეგანს და პირველი გარდაქმნის მას ნერვულ იმპულსად, რომელიცაც გადასცემს მერე სენსორულ ნეირონს. რეცეპტორები სხეულში მდებარეობის მიხედვით შეიძლება დავაჯგუფოთ ექსტეროცეპტორები, ანუ ის რეცეპტორები, რომელიც მოთავსებულია საფარველ ორგანოებში, კანში, გრძნობათა ორგანოებში, გემოვნების, მხედველობის, სმენის და რეცეპტორები, რომლებიც შინაგან ორგანოებში არის მოთავსებული. გარდა ამისა, რეცეპტორების კლასიფიკაციას ახდენენ იმის მიხედვით, თუ რა არის მათი ბუნებრივი გამღიზიანებელი. ასე მაგალითად მექანორეცეპტორები, რომლებიც მექანიკური გაღიზიანებით ღიზიანდებიან, თერმორეცეპტორები ტემპერატურით, ფოტორეცეპტორები განათებით, ქემორეცეპტორები სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, ბარორეცეპტორები, რომლებიც წნევით ღიზიანდებიან და ასე შემდეგ. თუმცა ნებისმიერი რეცეპტორის გაღიზიანება შეიძლება სხვა გამღიზიანებლითაც, თუმცა ამ შემთხვევაში ამ გამღიზიანებლის უფრო დიდი ინტენსივობით მოქმედება არის საჭირო, ვიდრე ბუნებრივი გამღიზიანებლით. ანუ თითოეული რეცეპტორის სახეობისათვის ბუნებრივი გამღიზიანებლის უფრო ნაკლები ინტენსივობა საჭირო იმისათვის, რომ მაშინ ნერვული იმპულსი წარმოიქმნას. მაშინ ეს ჩვენ განვიხილეთ, თუ რა ტიპის ნეირონებია და რა ფუნქციებს ასრულებს.
ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ეს სხვადასხვა ნეირონები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ერთი ნეირონის აქსონები ბოლოვდება სხვა ნეირონის დენდრიტებზე ან ნეირონის სხეულებზე და ხდება ნერვული იმპულსის გადაცემა. ასევე ერთი ნეირონის დენდრიტები უკავშირდება სხვადასხვა ნეირონის აქსონებს და უამრავ ინფორმაციას ღებულობს. ამით ხდება მას დაკავშირება ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა უბნების და როგორ ხდება, როგორ უკავშირდებიან სხვადასხვა ნეირონი ერთმანეთს. უკავშირდებიან სინაფსით, აი მაგალითად ერთი ნეირონის აქსონის დაბოლოება ხდება სხვა ნეირონის დენდრიტებზე. უფრო გადიდებულად რომ წარმოვიდგინოთ, რას წარმოადგენს სინაფსი. მაგალითად ეს არის აქსონის დაბოლოება და როდესაც ნერვული იმპულსი მივა აქსონის დაბოლოებამდე, აქ წარმოიშვება განსაკუთრებული სახის ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ნეირომედიატორს უწოდებენ. ეს ბუშტუკების სახით იგი გადაადგილდება მას აქსონის დაბოლოებისაკენ და გამოთავისუფლდება ეს ნეირომედიატორი სივრცეში, რომელსაც სინაფსურ ნაპრალს უწოდებენ და შემდეგ ეს ნეირომედიატორი, ეს ქიმიური ნივთიერება მოქმედებს ამას შემდგომ ნეირონის მემბრანის დაბოლოებაზე, დენდრიტის ან ნეირონის სხეულის და მასში იწვევს ან ნერვული იმპულსის წარმოქმნას, ამ პირიქით შეკავებას, იმიტომ რომ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არის როგორც ამაგზნებელი ნეირონები, ისე შემაკავებელი ნეირონები. მაგრამ სინაფსური დაბოლოებები, სინაფსები წარმოიქმნება არა მარტო სხვადასხვა ნეირონებს შორის, არამედ წარმოიქმნება ნეირონის დენდრიტის, ესე იგი წარმოიქმნება აქსონის დაბოლოებასა და კუნთოვან ბოჭკოს ან ჯირკვლის უჯრედის მემბრანებს შორის. მას დავაზუსტოთ, ესე იგი მემბრანა ზოგადად სინაფსი ზოგადად რისგან შესგება. ეს არის პრესინაფსური დაბოლოება, ეს არის პოსტსინაფსური დაბოლოება და მათ შორის არსებული სივრცე, რომელსაც სინაფსური ნაპრალი ეწოდება. მას როგორ ხდება აი ამ გადაცემა, ინფორმაციის გადაცემა ერთი ნეირონიდან მეორე ნეირონზე, ან ნეირონიდან კუნთოვან ბოჭკოზე, ან ჯირკვლის უჯრედზე. მას იმპულსი მოდის სინაფსამდე, პრესინაფსურ დაბოლოებამდე, შესაბამისად წარმოიქმნება ნეირომედიატორის შემცველი ბუშტუკები, შემდეგ ნეირომედიატორი გამოიყოფა სინაფსის ნაპრალში, ნეირომედიატორი დიფუნდირებს ამ სინაფსურ ნაპრალში და შედის მემბრანაში და მოქმედებს პოსტსინაფსურ მემბრანაზე. მას აი ასეთი არის სინაფსის სტრუქტურა და მისი ფუნქცია. ეხლა კი ვისაუბროთ ჩვენ ნერვების შესახებ. რა ქმნის ნერვს? ნერვს ქმნის ნეირონის გრძელი ბოჭკოების ერთობლიობა. ეს ნერვებში ნერვული ბოჭკოები კონებად არის შეკრებილი, რომელიც ერთმანეთისაგან გამოყოფილი არის შემაერთებელ ქსოვილოვანი გარსით და ნერვი შედგება ასეთი ნერვული ბოჭკოების რამოდენიმე კონისაგან, რომელიც თავის მხრივ კიდევ შემაერთებელი ქსოვილოვანი გარსით არის დაფარული. ნერვებს არჩევენ სხვადასხვა ტიპის, ეს არის გრძნობიარე, ანუ სენსორული ნერვები. იგი შედგება მხოლოდ გრძნობიარე ნეირონის აქსონებისაგან და ნერვულ იმპულსებს გადასცემენ პერიფერიდან ცენტრალურ ნერვულ სისტემას და ეს მაგალითები ამ გრძნობიარე ნერვებისა გახლავთ, მაგალითად გემონების ნერვი, ყნოსვის ნერვი, მხედველობის ნერვი, სმენის ნერვი.
არჩევენ მამოძრავებელ ნერვებს. მამოძრავებელი ნერვები შედგებიან მხოლოდ და მხოლოდ მამოძრავებელი, ანუ მოტორული ნეირონების აქსონებისაგან. ამიტომ ისინი ნერვულ იმპულსებს ატარებენ მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალური ნერვული სისტემიდან პერიფერიისაკენ, მაგრამ მაგალითად თვალის კაკლის მამოძრავებელი ნერვი, ენისქვეშა ნერვი და შერეული ტიპის ნერვებს არჩევენ, რომლებიც შედგებიან როგორც მგრძნობიარე ნეირონების აქსონებისგან, ხას უსვარ აქსონებისგან, ასევე მამოძრავებელი ნეირონების აქსონებისგან და ესენი ნერვულ იმპულსს ატარებენ ორივე მიმართულებით, პერიფერიიდან ცენტრალური ნერვული სისტემისკენ და ცენტრალური ნერვული სისტემიდან პერიფერიისკენ. შერეულ ნერვებს მიეკუთვნება ზურგის ტვინიდან გამომავალი ნერვები, იმიტომ რომ იგი შეიცავს როგორც მგრძნობიარე ნეირონის ბოჭკოებს, ისე მამოძრავებელი ნეირონის ბოჭკოებს და საერთოდ გარსით არის იგი დაფარული, ასევე მიეკუთვნება შერეულ ნერვებს თავის ტვინის ზოგიერთი ნერვი, მაგალითად მეათე წყვილი, თომილი ნერვი, სამწვერა ნერვი, სახის ნერვი და ასე შემდეგ. ზურგის ტვინიდან გამომავალი ნერვები ყველა არის შერეული ნერვი და ეს არის 31 წყვილი ნერვი, სწორედ კიდევ აქ დაწვრილებით არის ნაჩვენები თუ როგორია ზურგის ტვინის შერეული ნერვის სტრუქტურა, მაშინ უამრავი ბოჭკოთა კონებია, რომლებიც თითოეული მათგანი შემაერთებელი ქსოვილით არის გარსით დაფარული და მერე ეს ამ კონებს კიდევ გარს აკრავს შემაერთებელი ქსოვილოვანი გარსი, ხოლო თითოეული ბოჭკო კი მიელინის გარსით არის დაფარული. მას თავის ტვინიდან გამოდის 12 წყვილი ნერვი და სწორედ ამ სურათზე ნაჩვენები არის თუ თავის ტვინის რა უბნებიდან გამოდის ეს ნერვები და თუ ზურგის ტვინიდან გამომავალი ყველა ნერვი არის შერეული ტიპის, თავის ტვინიდან გამოდის სამივე ტიპის ნერვი, მგრძნობიარე ნერვებიც, მამოძრავებელი ნერვებიც და შერეული ტიპის ნერვებიც. ზოგადად გამიხილოთ ახლა ნერვული სისტემის სტრუქტურა. როგორც აღნიშნეთ, ნერვული სისტემა შედგება ცენტრალური ნერვული სისტემისაგან, რომელსაც ქმნის თავის ტვინის ზურგის ტვინი და პერიფერიული ნერვული სისტემისაგან, რომელსაც ქმნის ნერვები და ნერვული კვანძები. თავის მხრივ პერიფერიული ნერვული სისტემა შედგება სომატური ნერვული სისტემისგან და მას ქმნის ზურგის ტვინის ნერვები და თავის ტვინის ნერვები და ვეგეტატიური ნერვული სისტემა, რომელიც თავის მხრივ სიმპათიკურ და პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემად იყოფა, რასაკვირველია ჩვენ თითოეულ მათგანს განვიხილავთ. მას ცენტრალური ნერვული სისტემა, მას ქმნის თავის ტვინი, თავის ტვინის განყოფილებით მოგრძო ტვინით და დაკავშირებული არის ზურგის ტვინთან. განვიხილოთ ზურგის ტვინის სტრუქტურა და მასთან დაკავშირებული ფუნქციები. ზურგის ტვინი, როგორც ვიცით, მოთავსებული არის ხერხემლის არხში და ხერხემალი მისთვის დამცველობით ფუნქციას ასრულებს. სლაიდზე თქვენ ხედავთ ზურგის ტვინის განივ განაკვეთს. მასში რუხი ნივთიერება მოთავსებული არის ცენტრში, ხოლო თეთრი ნივთიერება მის გარშემო. რუხი ნივთიერებაში არჩევენ მარჯვენა, მარცხენა ნახევარს და თითოეულ მათგანში არის რუხ ნივთიერებაზე ვსაუბრობ უკანარქა და წინარქა. აქ ამ რუხ ნივთიერებაში არის მოთავსებული მამოძრავებელი, ანუ მოტორული ნეირონის სხეულები, ასოციაციური ნეირონები არის მოთავსებული, ხოლო თეთრ ნივთიერებას ქმნის გრძელი ბოჭკოების გროვები და მათ აქვთ გამტარი ფუნქცია. ეს გამტარი გზები ზურგის ტვინის მარცხენა, მარჯვენა ნახევარს ერთმანეთთან აკავშირებს ქვედა ზედა სეგმენტებს და გარდა ამისა, აქ
აქ გადის გზები, რითაც ზურგის ტვინში შესული ნერვული იმპულსები გადაეცემა თავის ტვინს და თავის ტვინიდან გამტარი გზებით, აი ეს თავის ტვინი კონტროლს უწევს ზურგის ტვინის რეფლექსებს. ნერვები გამოდის უკანა და წინა ფესვით, უკანა ფესვით ქმნის მგრძნობიარე ნეირონის აქსონები, უკანა ფესვზე შეინიშნება შემსხვილება, რომელსაც ნერვული კვანძი ეწოდება და აქ არის მოთავსებული სწორედ მგრძნობიარე ნეირონის სხეული, ხოლო წინა ფესვს ქმნის მამოძრავებელი ნეირონის აქსონი და როგორც ხედავთ, როგორც ვთქვით, მერე ეს ბოჭკოები იფარება საერთო შემაერთებელ ქსოვილოვანი გარსით და წარმოიქმნება ზურგის ტვინის შერეული ნერვი. და ამას ერთხელ კიდევ გავიმეორებ, ამიტომა იგი შერეული, რომ მას ქმნის როგორც მგრძნობიარე ნეირონის ბოჭკოები, ასე მამოძრავებელი ნეირონის ბოჭკოები და ზურგის ტვინის შერეული ნერვი ორივე მიმართულებით ატარებს ნერვულ იმპულსს. დავუკვირდეთ, მაშინ რა მოხდება თუ დაუზიანდება უკანა ფესვი, შესაბამისი უბნანში და მის ქვემოთ იკარგება გრძნობელობას, კარგავს, იმიტომ რომ უკანა ფესვს ქმნის გრძნობიარე ნეირონის აქსონი. თუ მოხდა წინა ფესვის დაზიანება, ამ შემთხვევაში მამოძრავებელ ფუნქციას კარგავს. მაშინ ეს რაც შეეხება ზურგის და კიდევ ერთი ზურგის ტვინთან დაკავშირებული არის ჩონჩხის კუნთების მოქმედების რეგულაცია, მაგრამ კიდევ მეორე მას თავის ტვინი აკონტროლებს და კიდევ შინაგანი ორგანოების მოქმედება, ფიზიოლოგიური პროცესების რეგულაცია არის დაკავშირებული მასთან. ნერვული სისტემის მოქმედების ერთ-ერთი გამოვლენა გახლავთ რეფლექსი. რეფლექსი ეს არის ორგანიზმის პასუხი გამღიზიანებელზე, სტიმულზე, რომელიც შეიძლება იყოს შინაგანი გარემოსცვლელებით ან გარეგანი გარემოსცვლელებით გამოწვეული, რომელსაც ახორციელებს და აკონტროლებს ცენტრალური ნერვული სისტემა. ხოლო გზას, რომელსაც ნერვული იმპულსი გაივლის რეფლექსურ კალში, ეწოდება რეფლექსის განხორციელების დროს ეწოდება რეფლექსური რკალი. განვიხილოთ რეფლექსის მაგალითი და აღწეროთ თუ რა კომპონენტებისაგან შედგება ამ რეფლექსის რეფლექსური რკალი. წარმოვიდგინოთ, რომ ხელი შევახეთ რაღაც წვეტიან საკას. ამის შედეგად დერმაში მოთავსებული ჩვენი უკვე კანის აგებულება განვიხილეთ და ვიცით, რომ დერმაში არის მოთავსებული რეცეპტორები, კერძოდ გაღიზიანდება მექანორეცეპტორები, საპასუხოდ რეცეპტორებში წარმოიქმნება ნერვული იმპულსი, რომელიც გადაეცემა მგრძნობიარე ნეირონს, რომლის ნეირონის სხეული ნერვულ კვანძშია მოთავსებული და ეს ნერვული იმპულსი უკანა ფესვით შედის ზურგის ტვინში. აქედან იგი გადაეცემა ჩართულ ნეირონს, ხოლო ჩართული ნეირონს და მამოძრავებელი ნეირონით ნერვული იმპულსი გადაეცემა მოპასუხე მოქმედ ორგანოს ეფექტორს, რომელიც ამ შემთხვევაში არის კუნთი, ჩონჩხის კუნთი შეიკუმშება და ამ გამღიზიანებელს კიდური მაგალითად მოსცილდება. ან ამ შემთხვევაში განხორციელდება ეწოდებული დამცველობითი რეფლექსი. აი ეს რეფლექსური კალი მას შედგება რეცეპტორებისაგან, გრძნობიარე ნეირონისაგან, ჩართული ნეირონისაგან, ანუ ცენტრალური ნერვული სისტემის გარკვეული უბნისაგან, მამოძრავებელი ნეირონისაგან და ეფექტორი, ანუ რომელიც პასუხობს ამ ნერვულ იმპულსს, ამ შემთხვევაში ჩონჩხის კუნთი. მაგრამ ყოველთვის არ არის ესეთი რეფლექსები, რომელშიც ჩართული ნეირონი ღებულობს მონაწილეობას. ამის მაგალითი გახლავთ მუხლის სახსრის გაშლის რეფლექსი. მაგალითად, თუ
ფეხზე გადავიდეთ და ჩაქუჩის დარტყმა მოხდება მუხლის სახსრის ქვემოთ, სადაც არის მყესები მოთავსებული. მყესების გაღიზიანების შედეგად კუნთი იჭიმება და კუნთში არსებულ რეცეპტორებში წარმოიქმნება ნერვული იმპულსი. იგი გადაექცევა სენსორულ ნეირონს. სენსორული ნეირონით ნერვული იმპულსი შედის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და იგი გადაეცემა პირდაპირ მამოძრავებელ, ანუ მოტორულ ნეირონს. ამ შემთხვევაში მუხლის გაშლის რეფლექსში არ ღებულობს მონაწილეობას ჩართული ნეირონი და მამოძრავებელი ნეირონით ნერვული იმპულსი მოდის კუნთში, რომლის შეგმუშვის შედეგადაც მუხლის სახსარი იშლება. ჩვენ ვთქვით, რომ ზურგის ტვინის რეფლექსებზე კონტროლს ახორციელებს თავის ტვინი, იმიტომ რომ გრძნობიარე გზით შესული ნერვული იმპულსები გამტარი გზების საშუალებით აუცილებლად გადაეცემა თავის ტვინს და შესაბამისად თავის ტვინი აკონტროლებს მას ზურგის ტვინის მამოძრავებელ რეფლექსებს. თუ სად არის ეს ცენტრი, რომელიც აკონტროლებს ჩონჩხის კუნთების მოქმედებას, ამას ჩვენ თავის ტვინის სტრუქტურას, როდესაც განვიხილავთ, იქ აუცილებლად შეგახსენებთ. თავის ტვინის აგებულება და ფუნქციები განვიხილოთ. თავის ტვინს ყოფენ ასე წინა ტვინი, რომელსაც ქმნის დიდი ნახევარსფეროები და შუამდებარე ტვინი და შუამდებარე ტვინის მნიშვნელოვანი ნაწილები გახლავთ თალამუსი და ჰიპოთალამუსი. შუა ტვინი, რომელსაც შუა ტვინი ქმნის და უკანა ტვინს ქმნის ნათხემი, ხიდი და მოგრძო ტვინი. ზოგჯერ თავის ტვინსაც ასე ყოფენ წინა ტვინი, ნათხემი და ტვინის ღერო. ტვინის ღეროს ქმნის მოგრძო ტვინი, ხიდი და შუა ტვინი. განვიხილოთ აი ამ ილუსტრაციაზე. ჩემი კურსორის მოძრაობას დაუკვირდით, ეს არის წინა ტვინი, რომელსაც ქმნის დიდი ნახევარსფეროები, რომელიც ორი გაგვაჩნია და შუამდებარე ტვინი, ეს არის თალამუსი და ეს არის ჰიპოთალამუსი, ჰიპო ქვედას ნიშნავს და რა ფუნქციებია მასთან დაკავშირებული ვისაუბრებთ და ეს გახლავთ უკანა ტვინი. უკანა ტვინს მას ქმნის ნათხემი, მოგრძო ტვინი, ხიდი და შუა ტვინი. მაგრამ გითხარით, რომ ასედაც ყოფენ წინა ტვინი, ნათხემი და ტვინის ღერო. ტვინის ღეროს ქმნის მოგრძო ტვინი, ხიდი და შუა ტვინი. ღერო რატო? იმიტომ რომ ერთ სიბრტყეშია ტვინის ეს განყოფილებები განლაგებული. თქვა განვიხილოთ თითოეული მათგანის ფუნქცია. მოგრძო ტვინი და ხიდი რასაკვირველია ქმნიან გამტარ გზებს, რომლითაც ზურგის ტვინი თავის ტვინის ზედა განყოფილებებს უკავშირდება. გარდა ამისა, მოგრძო ტვინში ლოკალიზებული არის მნიშვნელოვანი საციცოცხლო პროცესების მარეგულირებელი ცენტრები, სუნთქვის ცენტრი, ჩვენ ეს უკვე განვიხილეთ დაწვრილებით, გულსისხლძარღვთა სისტემის მარეგულირებელი ცენტრი, კვების ცენტრი, აქ არის დაკავშირებული ისეთი დამცველობითი რეფლექსები, როგორიც არის ხველება, ცემინება, ღებინება. ამიტომ არის, რომ მოგრძო ტვინის დაზიანება მყისიერ სიკვდილს იწვევს ორგანიზმებისას, იმიტომ რომ სუნთქვის რეგულაცია და გულსისხლძარღვთა სისტემის რეგულაცია ხდება. რაც შეეხება შუა ტვინს, შუა ტვინიდან აქ ბირთვები არის, რუხი ნივთიერების ბირთვები არის განლაგებული აი ტვინის ღეროში და აქედან გამოდის ქალატვინის ნერვები, სწორედ შუა ტვინიდან განუწყვეტლი იგზანება ნერვული იმპულსები ჩონჩხის კუნთებში და გარკვეულ ტონუსს უნარჩუნებს მას. გარდა ამისა, შუა ტვინში გადის ისეთი საორიენტაციო რეფლექსები, როგორიც არის
არის მხედველობაზე და სმენაზე ორიენტირებული. ესე იგი ძალიან დიდი ხმაურის საორიენტაციო რას ნიშნავს, რომ დიდი ხმაურის შემთხვევაში ადამიანი უნებურად თავს მიატრიელებს იქითკენ დაუშვათ საიდანაც მოდის ეს ხმაური. ეს არის საორიენტაციო რეფლექსი, რომელშიც და ეს მხედველობაზე და სმენით გამღიზიანებელზე ეს საორიენტაციო რეფლექსების რეფლექსური რკალები გადის შუა ტვინზე. ეხლა რაც შეეხება შუამდებარე ტვინს. თალამუსი, აი ეს შუამდებარე ტვინის ეს ამ განყოფილებაში შედის აბსოლუტურად ყველა ნერვული იმპულსი გარემოს გამღიზიანებლებიდან თუ შინაგანი გარემოდან და ხდება ამ შესული ნერვული იმპულსების დახარისხება და მათი გადანაწილება შემდგომ ნახევარსფეროების ქერქის სხვადასხვა განყოფილებაში. ხოლო შუამდებარე ტვინი არეგულირებს და ათანხმებს სხვადასხვა შინაგანი ორგანოების მოქმედებას, ასევე შუამდებარე ტვინი არეგულირებს რთულ მამოძრავებელ მოქმედებებს, როგორიც არის სირბილი, მაგალითად წურვა და ასევე შუამდებარე ტვინი არეგულირებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებას, აქ გამომუშავებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების საშუალებით და ამას ახერხებს ეს შუამდებარე ტვინის განყოფილება ჰიპოთალამუსი და ეს კი გახლავთ ჰიპოფიზის მეშვეობით, რაზედაც როდესაც ჰორმონალურ რეგულაციას გამიხილავთ, ამაზე დაწვრილებით ვისაუბრებთ. რაც შეეხება ნათხემს, ნათხემის შიგნით არის მოთავსებული თეთრი ნივთიერება, ხოლო პერიფერიულად კი განლაგებული არის რუხი ნივთიერება, რასაც ნათხემის ქერქი ეწოდება. ნათხემი თან არის დაკავშირებული მოძრაობის კოორდინაცია, შეთანხმება, ჩვენ მხედველობის ორგანოს გარეშე შეგვიძლია მოძრაობა ყოველწუთას რომ არ ვამოწმოთ სად როგორ გადაადგილდება ჩვენი ორგანიზმი, ანდა შეუცნობლად მივიტანოთ ხელი, თვალთან, ყურთან, ცხვირთან და ასე შემდეგ და ამ კოორდინაციას ახდენს სწორედ ნათხემი. ეხლა რაც შეეხება დიდ ნახევარსფეროებს, დიდი ნახევარსფეროები გარედან არის დაფარული ქერქით და შიგნით არის თეთრი ნივთიერება და თუმცა ამ თეთრ ნივთიერებაში კიდე შეიმჩნევა რუხი ნივთიერებების გროვები, რასაც ბირთვები ეწოდება და ეხლა ჩვენ დაწვრილებით გამიხილოთ დიდი ნახევარსფეროები, როგორც ხედავთ, მისი ზედაპირი არის დაუნაუჭებული და ამითი იზრდება ის ფართობი, სადაც ნეირონები არის ლოკალიზებული, აქ უამრავი მილიარდობით ნეირონი არის ლოკალიზებული. აი ეს ღარები და ხვეულები ამ თითოეულ ნახევარსფეროში გამოყოფს წილებს, ეს არის შუბლის წილი, საფეთქლის წილი, თხემის წილი და კეფის წილი. და ყველაზე ღრმა ღარი ეს არის ცენტრალური ღარი, რომელიც შუბლის წილს გამოყოფს თხემის წილისგან. განვიხილოთ თუ რა ხდება, რა ფუნქციებს ასრულებს ნახევარსფეროების ქერქის თითოეული წილი. საფეთქლის წილთან დაკავშირებული არის სმენის ნერვით შესული ნერვული იმპულსის ანალიზი, ინტეგრაცია ძველად შესულ იმპულსებთან და აქვე არის სმენის ასოციაციური ზონა, სადაც ხდება ამ ინფორმაციის შენახვაც. ამიტომ სმენითი მეხსიერება სწორედ საფეთქლის წილის ამ ასოციაციურ ზონასთან არის დაკავშირებული. ასევე საფეთქლის წილში მოთავსებული არის მეტყველების ცენტრიც, ანუ მეტყველებაც არის საფეთქლის წილთან დაკავშირებული. შუბლის წილი ეს ძალიან მნიშვნელოვანი წილი გახლავთ, მას აქ მეტყველების ცენტრიც არის დაკავშირებული, ზეპირი მეტყველების, წერითი მეტყველების, აკონტროლებს ემოციებს შუბლის წილი
და კიდევ სხვა ფუნქციაც არის დაკავშირებული და ამაზე შემდეგ სლაიდზე ვისაუბრებთ. კეფის წილში მაგალითად შედის მხედველობის ნერვიდან ნერვული იმპულსები და აქ ხდება მისი საბოლოო გარჩევა და ამავე დროს შეხამება ძველ ნერვულ ინტეგრაცია ნერვული იმპულსებთან შენახვა და ამიტომ ესეთი მხედველობითი მეხსიერება სწორედ კეფის წილის ასოციაციურ ზონასთან არის დაკავშირებული. ხო, რაც შეეხება სხვა ფუნქციებს, ცენტრალური ღარი, ეს მინდა რომ დავიმახსოვროთ, ცენტრალური ღარის წინ შუბლის წილში მოთავსებული არის სომატომოტორული ზონა და სწორედ ჩონჩხის კუნთების ნებელობითი მოქმედება დაკავშირებულია ამ ზონასთან და ხოლო ცენტრალური ღარის უკან მოთავსებული არის კან-კუნთოვანი სენსორული ანუ გრძნობელობითი ზონა. აი რომ ამოდი ეს არის ჰიპოთალამუსი და ეს კი ჰიპოფიზი და სწორედ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებას ჰიპოთალამუსი არეგულირებს ამ ჰიპოფიზის მეშვეობით. აი მაგალითად როგორ ხდება ნებელობითი რეგულაცია მამოძრავებელი რეფლექსებისა. Დაუშვათ მხედველობის რეცეპტორებმა აღიქვა ჭიქა სითხით, დაუშვათ წყლით. ეს ნერვული იმპულსები გრძნობელობითი გზით გადაეცემა ცენტრალურ ნერვულ სისტემას, მათ შორის მხედველობის ზონას და ამავე დროს გადაეცემა ამ გრძნობელობითი ზონიდან სომატურ მოტორულ ზონას, რომელიც ცენტრალური ღარის წინ არის მოთავსებული და თუ აქ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ და ადამიანმა აიღოს ეს ჭიქა, მამოძრავებელი გზებით ნერვული იმპულსები დაღმავალი გზით გადაეცემა ზურგის ტვინს და ზურგის ტვინიდან მამოძრავებელი ნეირონით, მოტორნეირონით ნერვული იმპულსი მიდის მას ჩონჩხის კუნთთან და ხორციელდება შესაბამისი პასუხი, შესაბამისი მოქმედება. არჩევენ რეფლექსების სხვადასხვა ჯგუფს, მათ შორის უპირობო რეფლექსებსა და პირობით რეფლექსებს. უპირობო რეფლექსების განხორციელებაში მონაწილეობას ღებულობს ზურგის ტვინი და ტვინის ღეროვანი ნაწილი. მაგალითად უპირობო რეფლექსის მაგალითი არის როდესაც ცხელსაგანთა შეხების დროს უცებ ხელს გამოვწერთ ან პირის ხურში როდესაც მოხდება საკვები და საპასუხოდ გამოიყოფა ნერწყვი, მაგრამ პირობითი რეფლექსი გახლავთ ის როდესაც მაგალითად ნერწყვი გამოიყოფა საკვების დანახვაზე, ჭუჭლის ხმაზე, სუნზე. ეს არის უკვე პირობითი რეფლექსი, რომელიც და ამ რეფლექსების რეფლექსური კალი აუცილებლად გადის ნახევარსფეროების ქერქში. პირობითი რეფლექსების ხელოვნურად გამომუშავების მეთოდი შეიმუშავა პავლოვმა და მას პავლოვისეულ მეთოდს უწოდებენ. მოდი განვიხილოთ, როგორ გამოუმუშავებენ ძაღლს კვებით პირობით რეფლექს ნათურაზე. ამისათვის რამოდენიმე ეტაპის განხორციელება არის საჭირო. პირველი ეტაპი ძაღლს აძლევენ საკვებს. საკვები აღიზიანებს პირის ხურში მოთავსებულ რეცეპტორებს, გრძნობელობითი გზით იგი გადაეცემა მოგზოდვიში არსებულ კვების ცენტრს, მაგრამ ამავე დროს აღმავალი გზებით ეს ნერვული იმპულსი გადაეცემა ქერქში მოთავსებულ სენსორულ ზონას. შემდეგ მამოძრავებელი გზით ნერვული იმპულსი მოდის სანერწყვე ჯირკვალში, აი ამ კვების ცენტრიდან, მოგზოდვიში მოთავსებული კვების ცენტრიდან სანერწყვე ჯირკვალი აღიგზნება და ნერწყვი გამოიყოფა. ეს არის უპირობო რეფლექსი, კვებითი უპირობო რეფლექსი და საკვები ამ კვებითი უპირობო რეფლექსისათვის არის უპირობო გამხიზიანებელი.
შემდეგ ძაღლს ურთავე ნათურას და ნერწვის გამოყოფა, როგორც ხედავთ, არ ხდება. ამ ეტაპზე მასე ძაღლი მხოლოდ საორიენტაციო რეფლექსს ახორციელებს, იმიტომ რომ თავთან არის ჩამოკიდებული ეს ნათურა და მასე ახდენს რეაქციას. ამ შემთხვევაში მხედველობის რეცეპტორები და ნერვული იმპულსი გადაეცემა კეფის წილში მოთავსებულ მხედველობის ზონას. და ნერწყვი არ გამოიყოფა ამ ეტაპზე, ამიტომ ნათურა ამ ეტაპზე კვებითი რეფლექსისთვის არის განურჩეველი გამღიზიანებელი. მაგრამ შემდეგ ეტაპზე ურთავე ნათურას და პარალელურად აძლევენ საკვებს, ანუ ერთდროულად ხდება განურჩეველი და უპირობო გამღიზიანებლის მიცემა, სხვანაირად ამას ფიზიოლოგები შეუღლებას უწოდებენ განურჩეველი და უპირობო გამღიზიანებლის და რამოდენიმე დღის განმავლობაში ამას იმეორებენ. შედეგად ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ნახევარსფეროების ქერქში ორი უბანი არის ერთდროულად აგზნებული. კვების ზონა და უკეთრად ხვედელობის ზონა და კვების ზონა. და როდესაც ერთდროულად არის აგზნებული ნახევარსფეროების ქერქში სხვადასხვა უბანი, მათ შორის მყარდება ნერვული კავშირები, რომელსაც დროებით ნერვულ კავშირს უწოდებენ და თუ რატომ ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. და ამის შემდეგ საკმარისია მხოლოდ ნათურის ჩართვა, რომ ნერწყვი გამოეყოფა. მოუმუშავდება ძაღლს ნათურაზე პირობითი რეფლექსი და ნათურა განურჩეველი გამღიზიანებლიდან გადაიქცევა პირობით გამღიზიანებლად აი ამ კვებითი რეფლექსისთვის. ახლა რატომ მოხდა, რატომ გამოიყო ნერწყვი? ნათურამ გააღიზიანა მხედველობის რეცეპტორები, გრძნობელობითი გზით გადაეცა ცენტრალურ ნერვულ სისტემას და მათ შორის კეფის წილში მოთავსებულ მხედველობის ზონას და დროებითი ნერვული კავშირით გადაეცა კვების ზონას, კვების ზონიდან მოგრძო ტვინში კვების ცენტრს, იქედან სანერწყვე ჯირკვალს და ნერწყვი გამოიყო. მაგრამ შესაძლებელია, რომ თუ ჩვენ პარალელურად ნათურის მიცემის პარალელურად ძაღლს ჩაურთავდით ძალიან ძლიერ ზარს, ამ დროს ნერწყვის გამოყოფა შეკავდება. იმიტომ რომ სმენის ზონაში წარმოიშვება ძალიან ძლიერი აგზნების კერა და როდესაც ქერქში ერთობაში წარმოიქმნება ძალიან ძლიერი აგზნების კერა, სხვა უბნებში ვითარდება შეკავება და ნერწყვის გამოყოფა წყდება. ეს არის პირობითი რეფლექსის გარეგანი შეკავება. მაგრამ თუ ჩვენ დღეების განმავლობაში მხოლოდ მივცევთ პირობით გამღიზიანებელს და მისი გამტკიცება არ მოხდება უპირობო გამღიზიანებლით, ანუ საკვებს არ მივცემთ, მაშინ თანდათან ნერწყვის გამოყოფა შესუსტდება ნათურის ანთებაზე და ბოლოს შეწყდება. ანუ გაწყდება მხედველობის ზონასა და კვების ზონას შორის წარმოქმნილი ნერვული კავშირი. ამიტომ უწოდებენ მას სწორედ დროებით. ეს არის პირობითი რეფლექსების შინაგანი შეკავება. შევადაროთ ერთმანეთს უპირობო და პირობითი რეფლექსები. უპირობო რეფლექსები არის თანდაყოლილი მემკვიდრეობითი რეაქციები, ხოლო პირობითი რეფლექსები ცხოვრების მანძილზე შეძენილი, არა მემკვიდრეობითი რეაქციებია. უპირობო რეფლექსი სახეობრივ სპეციფიურია, ანუ ერთი სახეობის ყველა ინდივიდისათვის არის საერთო უპირობო რეფლექსები დამახასიათებელი. ხოლო პირობითი რეფლექსები ინდივიდუალურია, ანუ თითოეულ ორგანოს ჩამოუყალიბდა განსხვავებული პირობითი რეფლექსები ცხოვრებისეული განსხვავებული გამოცდილების საფუძველზე. უპირობო რეფლექსები შედარებით მუდმივია, უპირობო რეფლექსების უმრავლესობას ორგანიზმის სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნებს, თუ არ დაზიანდა ნერვული სისტემის რომელიმე განყოფილება. ხოლო პირობითი რეფლექსები არამუდმივია, ცვალებადია და შეიძლება წარმოიქმნას ან ჩაქრეს. ჩვენ ეს ძაღლის მაგალითზე განვიხილეთ პირობითი რეფლექსების შინაგანი შეკავების მაგალითი.
და რეფლექსების ცენტრები ჩვენ უკვე ვთქვით, უპირობო რეფლექსებისა გადის ზურგის ტვინისა და თავის ტვინის ღეროს დონეზე, ხოლო პირობითი რეფლექსები ნახევარსფეროების ქერქში გადის. ეს უპირობო და პირობითი რეფლექსების შედარება. უპირობო რეფლექსების მაგალითები აქ მოცემული, ხველება, გუგის რეფლექსი, მუხლის რეფლექსი, ყლაპვა, დაწვრილებით არის განხილული თითოეული მათგანისათვის სტიმული რა არის, ანუ გამღიზიანებელი, პასუხი როგორ ხორციელდება და სიცოცხლისათვის რა მნიშვნელობა აქვს. დაინტერესების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ სლაიდზე მოცემულ ინფორმაციას, მე ამაზე დროს აღარ დავკარგავ. ეხლა კი განვიხილოთ პერიფერული ნერვული სისტემის ნაწილები, სომატური და ავტონომიური, ანუ ვეგეტატიური ნერვული სისტემა. სომატური ნერვული სისტემა არეგულირებს ჩონჩხის კუნთების მოქმედებას, ხოლო რომლის მოქმედება ჩვენს ნებასურვილს ემორჩილება და სწორედ ეს არის დაკავშირებული შუბლის სტილში მოთავსებულ სომატურ მოტორულ ზონასთან, ხოლო ავტონომიური ნერვული სისტემა არეგულირებს შინაგანი ორგანოების მოქმედებას, თუნდაც გუგის გაფართოება ამასთან არის დაკავშირებული, თუმცა გუგა შინაგან ორგანოს არ წარმოადგენს და გარდა ამისა, ავტონომიური, სწორედად ამიტომ ქვია ავტონომიური ნერვული სისტემა, მისი მოქმედება ჩვენს ნებასურვილზე არ არის დამოკიდებული. შემდეგი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ სომატური ნერვული სისტემის მამოძრავებელი გზა ერთი ნეირონისაგან შედგება და მისი აქსონი მიელინის გარსით არის დაფარული და ამიტომ სომატურ ნერვულ სისტემაში ნერვული იმპულსი ძალიან სწრაფად ფარდება. რაც შეეხება ავტონომური ნერვული სისტემის მამოძრავებელ გზას, იგი თანმიმდევრულად განლაგებული ორი ნეირონისაგან შედგება. პირველი ნეირონის სხეული მოთავსებული ნერვულ სისტემაში, ხოლო მეორე ნეირონის სხეული ცენტრალური ნერვული სისტემის გარეთ არის მოთავსებული და ნერვულ კვანძს წარმოქმნის. ეს ამ ნეირონის აქსონი მიელინის გარსით არ არის დაფარული. ამიტომ ავტონომიური ნერვული სისტემა სომატურ ნერვულ სისტემასთან შედარებით ნელა ატარებს ნერვულ იმპულსს. ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ ერთი ნეირონიდან მეორე ნეირონზე ნერვული იმპულსის გადაცემაზე იკარგება დრო და გარდა ამისა, რადგან მეორე ნეირონის აქსონი არ არის დაფარული მიელინის გარსით, ამიტომ ნერვული იმპულსი ყოველ მეზობელ უბანში გამოდის და ამაზე დრო იკარგება. თვით ავტონომიური ნერვული სისტემა ორი ნაწილისაგან შედგება, ეს არის პარასიმპათიკური და სიმპათიკური, ანუ პარასიმპათიკური ნერვები და სიმპათიკური ნერვები. პარასიმპათიკური ნერვები გამოდის როგორც თავის ტვინიდან, ასევე ზურგის ტვინის კაუდალური, ანუ ბოლოს ნაწილისგან, ხოლო სიმპათიკური გამოდის მხოლოდ ზურგის ტვინიდან. სიმპათიკური ნერვული კვანძები განლაგებული არის ზურგის ტვინის პარალელურად, ხოლო პარასიმპათიკური იმ ორგანოს მახლობლად, ან თვით იმ ორგანოში, რომელსაც იგი აინერვირებს, ამიტომ პრეგანგლიური სიმპათიკური ბოჭკო უფრო მოკლეა ვიდრე პოსტგანგლიური ნერვული ბოჭკო, პირიქით პარასიმპათიკური პრეგანგლიური ბოჭკო უფრო გრძელია ვიდრე პოსტგანგლიური პარასიმპათიკური ბოჭკო. ახლა როგორ ზემოქმედებენ ისინი სხვადასხვა ორგანოებზე? პარასიმპათიკური ნერვული სისტემა ავიწროებს გუგებს და ასტიმულირებს თრემლის გამოყოფას, ხოლო სიმპათიკური პირიქით აფართოებს გუგას და აკავებს თრემლის გამოყოფას. პარასიმპათიკური აძლიერებს ნერწვის გამოყოფას, სიმპათიკური თრგუნავს ნერწვის გამოყოფას. პარასიმპათიკური ამცირებს გულის შეგმშვების სიძლიერესა და სიჩქარეს, აფართოებს სისხლძარღვებს და აქედან გამომდინარე ამცირებს სისხლის წნევას, ხოლო სიმპათიკური აძლიერებს და აჩქარებს გულის მუშაობას,
ავიწროებს სისხლ ძარღვებს გარდა გულის კუნთისა და ჩონჩხის კუნთებში შემავალი არტერიოლებისა და ზოგადად ამიტომ რადგან ავიწროებს სისხლ ძარღვებს ზრდის სისხლის წნევას პარასიმპათიკური ავიწროებს ბრონხებსა და ბრონხიოლებს ამცირებს ფილტვების ვენტილაციას, ხოლო სიმპათიკური აფართოებს ბრონხებსა და ბრონხიოლებს აძლიერებს ფილტვების ვენტილაციას. ზოგადად სიმპათიკური თრგუნავს პერისტალტიკა, საჭმლის მოუნელებელი წვენების გამოყოფას და აძლიერებს ანალური სფინკტერის შეკუმშვას, ხოლო პარასიმპათიკური აძლიერებს პერისტალტიკას, საჭმლის მოუნელებელი წვენების გამოყოფას, თრგუნავს ანალური სფინკტერის შეკუმშვას. სიმპათიკური ამცირებს დიურეზს, აძლიერებს შარდის ბურჭის სფინკტერის შეკუმშვას, იწვევს ცირკმლზე და ჯირკვლის ტვინოვანი შრიდან ადრენალინის გადმოსროლას, ხოლო პირიქით პარასიმპათიკური შარდის ბურჭის სფინკტერს ადუნებს. აი ასეთი არის პარასიმპათიკური და სიმპათიკური ნერვული სისტემის გავლენა და მათი მოქმედება სხვადასხვა ფიზიოლოგიური პროცესების წარმართვაზე და რეგულაციაზე. ერთ-ერთი მაგალითად, თუ დაბალი არტერიული წნევა არტერიების კედლებში არსებული ბარორეცეპტორები ახიქვავს დაბალ წნევას, შედეგად გააქტიურდება თავის ტვინის ღეროდან სიმპათიკური ნერვული იწვევს სიმპათიკური ნერვული სისტემის აგზნებას, შედეგად სისხლძარღვების შევიწროება ხდება, გულის მუშაობის გაძლიერება, გახშირება, ამას მოყვება წნევის გაზრდა. როდესაც წნევა ნორმალური გახდება, უარყოფითი უკუქვე კავშირით აღიქვავს ამას არტერიების კედლებში არსებული ბარორეცეპტორები და პირიქით დათრგუნვა ხდება თავის ტვინის ღეროსი და შესაბამისად სიმპათიკური ნერვული სისტემის. განვიხილოთ გრძნობათა ორგანოები. გრძნობათა ორგანოებიდან სმენის ორგანო და მხედველობის ორგანო. სმენის ორგანოს ქმნის, თუ შეიძლება მიაქციეთ ყურადღება ჩემი კურსორის მოძრაობას, გარეთა ყური, რომელიც შედგება ყურის ნიჟარისაგან და გარეთა სასმენი მილისგან. მათი დანიშნულება არის ჰაერის ტალღების შეკრება, გელითი ტალღების შეკრება და მიმართვა შუაყურისკენ. გარეთა ყურის შუაყურისგან გამოყოფილი არის დაფისაბკი, რომელიც ელასტიკური გახლავს და ჰაერის რხევების დაჯახების შედეგად ტალღის დაჯახების შედეგად მოდის რხევით მოძრაობაში. ეს არის შუაყური, რომელიც შედგება შიგნითა სასმენი ლულისგან, ანუ ესტაქის ლულისგან, რომელიც დაკავშირებულია ცხვირ ხახასთან და ამირთი წნევა დაფისაბკის ორივე მხარეს თანაბრდება და სასმენი ძვლები, ეს არის სამი სასმენი ძვალი, ჩაქუჩი, რომელიც უშუალოდ დაფისაბკს ეყრდნობა, გრდემლი და უზანგი. სასმენი ძვლების დანიშნულება არის რხევის ტალღების გაძლიერება და ეს არის შიგნითა ყური, რომელიც შედგება ლოკოკინისგან და სამი ურთიერთპერპენდიკულარულად განლაგებული ნახევარკალოვანი არხისგან. ეს უკანასკნელი ქმნის კარიბჭის აპარატს, ანუ ვესტიბულარულ აპარატს. იგი სითხით არის ამოვსებული და ადამიანი რა მდებარეობასაც არ უნდა იღებდეს, აღიზიანებს ამ რეცეპტორებს და აქედან ნერვული იმპულსები იგზავნება ნათხემში და ნათხემი იღებს ინფორმაციას სხეულის მდებარეობის შესახებ და აქედან გამომდინარე არის, რომ სწორედ ნათხემი არეგულირებს წონასწორობასა და მოძრაობების კოორდინირებულ მოქმედებას, ხოლო სმენასთან დაკავშირებული არის ლოკოკინა. ლოკოკინაში გადის მემბრანა. მემბრანის ერთ მხარეზე არის მოთავსებული სმენის რეცეპტორები, ხოლო მეორე მხარეს სითხე. ეს შუაყური შიგნითა
ყურისგან გამოყოფილი შუაყური, შიგნითა ყურისგან გამოყოფილი არის ოვალური სარკმლით, რომელთანაც გადაჭიმული არის აქაც ელასტიკური აპკი და აი ეს რხევები მას გადაეცემა, ხოლო ეს ამ ოვალურ სარკმელზე გადაჭიმული აპკის რხევები გადაეცემა ლუკოკინაში არსებულ სითხეს და ეს სითხის მოძრობით ღიზიანდება სმენის რეცეპტორები, წარმოიქმნება აქ ნერვული იმპულსები, რომელიც გრძნობელობითი გზებით გადაეცემა მას სმენის ნერვს და ვიცით, რომ სმენის ნერვი მიტანილი ნერვული იმპულსის საბოლოო გარჩევა ხდება ნახევარსფეროების ნახევარსფეროების საფეთქლის წილში. ამრიგად სმენის რეცეპტორებში წარმოქმნილი ნერვული იმპულსის აღქმა დამოკიდებული არის შემდეგ კომპონენტებზე. თვით სმენის რეცეპტორები სმენის რეცეპტორებში წარმოქმნილი ნერვული იმპულსის გატარება სმენის ნერვის მიერ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და საბოლოო ანალიზი ხდება ქერქის საფეთქლის წილში. ეს სამი კომპონენტი ქმნის სმენის ანალიზატორს და ეს ამ სმენა დაკავშირებული არის ამ სმენის ანალიზატორის შემადგენელი სამივე კომპონენტის სრულფასოვან ფუნქციონირებაზე. შეხება მხედველობის ორგანოს. მხედველობის ორგანოს ქმნის თვალი, რომელიც თვალბუდეში არის მოთავსებული და იგი წამწამებით შეიარაღებული ქუთუთოებით არის დაფარული წარბებით, რომელიც თანაც დაკავშირებული არის დამცველობითი ფუნქციები. ახალზე ახარ შევჩერდებით, ასევე თვალის კაბელის გარეთ კუთხეში სამცრემლე ჯირკვალი არის მოთავსებული, რომელიც სადინარის თვალის კაკალზე იხსნება და ცრემლს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იგი გამოშრობისაგან იცავს, სიცივეში ათბობს და ასევე დამცველობით ფუნქციასაც ასრულებს, გამორეცხავს თვალში მოხვედრილ ნაწილაკებს, ტვრის ნაწილაკებს, მიკროორგანიზმებს და ასე შემდეგ. თვალის კუთხის შიდა კუთხეში მოთავსებულია ხვრელი, რითაც ჭარბი ცრემლი ცხვირის ხუში გამოიყოფა. ხო, უფრო დაწვრილებით თვით თვალის კაკალს როგორი აგებულება აქვს. გარედან დაფარული არის თეთრი შემაერთებელი ქსოვილოვანი გარსით, სკლერით. სკლერა თვალის კაკლის წინა ნაწილში გადადის გამჭვირვალე გარსში, რომელსაც რქოვანას უწოდებენ. შემდეგი შრე გახლავთ სისხლძარღვოვანი გარსი, რომელიც სისხლის კაპილარებით არის მდიდარი და იგი მკვებით ფუნქციას ასრულებს. სისხლძარღვოვანი გარსი წინა ნაწილში გადადის ფერად გარსში და მისი შეფარილობა აქ არსებულ პიგმენტ მელანინზე არის დამოკიდებული. ფერად გარსის შუაში მოთავსებული არის ხვრელი, რომელსაც გუგა ეწოდება. და აქ არის გუგის უკან მოთავსებული არის გამჭვირვალე ორმხრივ ამოზნექილი ლინზა, რომელსაც ბროლი ეწოდება და მისი დანიშნულება არის საგნიდან არეკლილი სხივების გარდატეხვა. შემდეგ თვალის კაკალი ამოვსებული არის მინისებრი სხეულით, რომელიც გამჭვირვალე სითხისგან შედგება და სულ შიგნითა შრე გახლავთ ბადურაზე და ბადურაზე არის გამაგებული სწორედ შუქმიმღები რეცეპტორები, რომელიც არის ორი სახის. ეს არის ჭხირები, რომელიც სუსტი განათებით ღიზიანდება და მათთან შავ-თეთრი გამოსახულების მიღება არის დაკავშირებული და ეს არის კოლბები, რომლებიც კაშკაშა სინათლით ღიზიანდებიან და მათთან არის საგნების ფერადი გამოსახულების აღქმა დაკავშირებული. ყველაზე დიდი რაოდენობით ისინი კოლბები არის მოთავსებული ზუსტად გუგის პირდაპირ და მას ყვითელი ხალი ეწოდება, ხოლო ჭხირები უფრო მეტად არის განლაგებული ბადურის გვერდებზე, ამიტომ სიბნელეში გამოსახულება წარმოიქმნება არა გუგის პირდაპირ, არამედ ბადურაზე, მის გვერდებზე, სადაც სწორედ ეს ჭხირები არის მოთავსებული. ხოლო ბადურის იმ ნაწილიდან, საიდანაც გამოდის მხედველობის ნერვი, იქ საერთოდ არ არის შუქმიმღები რეცეპტორები განთავსებული და ამიტომ მას ბრმა ხალს უწოდებენ.
მასში მხედველობის ანალიზატორს ქმნის მხედველობის რეცეპტორები, მხედველობის ნერვი და ნახევარსფეროების ქერქის კეფის წილში განთავსებული მხედველობის ზონა. რა არის გუგის დანიშნულება? გუგის დანიშნულება არის საგნიდან არეკლილი სხივების გატარება და ამავე დროს შუქმიმღები რეცეპტორების დაცვა ძალიან ძლიერი განათებისაგან. იმიტომ რომ კაშკაშა სინათლეზე გუგები ვიწროვდება და ამაში როგორ მონაწილეობს ავტონომიური ნერვული სისტემა უკვე განვიხილეთ. ხოლო რაც შეეხება სიბნელეში პირიქით ფართოვდება, იმიტომ რომ რაც შეიძლება ბევრი სინათლის სხივები გაატაროს, რომ მოხდეს საგნების აღქმა. ხოლო მხედველობის სხვადასხვა დარღვევები არსებობს, ეს არის ახლო მხედველობა და შორს მხედველობა. ახლო მხედველობა გამოწვეული არის ბროლის ზედმეტი ამოზნექილობით და ამიტომ კარგად ვერ არჩევს შორს მყოფ საგნებს ასეთი ადამიანი, ხოლო შორს მხედველობა გამოწვეული არის ბროლის შებრტყელებით და პირიქით კარგად ვერ არჩევს ახლოს მყოფ საგნებს. როდესაც ბროლი ზედმეტად არის ამოზნექილი, ამიტომ საგნიდან არეკლილი სხივები მეტად გარდაწყდება და ფოკუსირება, გამოსახულების მიღება ხდება ბადურის წინ და ამიტომ ადამიანი ვერ აღიქვავს ამ საგანს. ასეთ ადამიანებს უნიშნავენ ორმხრივ ჩაზნექილ ლინზას, რომ შეამციროს საგნიდან არეკლილი სხივების გარდატეხვა და ამ შემთხვევაში გამოსახულება მიიღება ბადურაზე. რაც შეეხება შორს მხედველებს, ამ შემთხვევაში მას ბროლი უფრო შებრტყელებულია და სინათლის სხივების გარდატეხა ნაკლებად ხდება, ამიტომ ფოკუსირება ხდება ბადურის უკან და ასეთი დარღვევის მქონე ადამიანებს უნიშნავენ ორმხრივ ამოზნექილი ლინზიან სათვალეს, რომ გაძლიერდეს სხივების გარდატეხვა და ამ შემთხვევაში უკვე ფოკუსირება და გამოსახულების მიღება ხდება ბადურაზე. რაც შეეხება ჰუმორულ რეგულაციას. ჰუმორული რეგულაცია, მას ჩვენ ვთქვით, ხორციელდება სისხლით მიტანილი ქიმიური ნივთიერების გავლენით. და ძალიან ხშირად ეს ქიმიური ნივთიერება არის ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება სპეციალურ სეკრეციის ჯირკვლებში და მას შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, ანუ ენდოკრინული ჯირკვლები ეწოდება. ამ სურათზე არის გამოსახული თუ რითი განსხვავდებიან ეს გარეგანი სეკრეციისა და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები ერთმანეთისგან. გარეგანი სეკრეციის ჯირკვალს გააჩნია სპეციალური სადინარი და აქ სინთეზირებული სეკრეტი ამ სადინარით გამოიყოფა. ჩვენ ეს განვიხილეთ საჭის მონელებელი ის ჯირკვლების მაგალითზე, სანერწყვეთ ჯირკვლების სადინარები პირის ყურში იხსნება, კუჭის ჯირკვლების კუჭში, წვრილი ნაწლავების კუჭში, ღვიძლის 12 გოჯა ნაწლავში, პანკრეასის 12 გოჯა ნაწლავში, მაგრამ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს სადინარები არ გააჩნიათ, აქ გამომუშავებულ სეკრეტს ჰორმონი ეწოდება და ჰორმონი გამოაქვს სისხლს. ჰორმონი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, იმიტომ რომ სულ მცირე კონცენტრაციითაც ისინი მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ფიზიოლოგიურ პროცესებზე. ამის მიხედვით სეკრეციის ჯირკვლები იყოფა შინაგანი სეკრეციის ჯირკლებად და გარეგანი სეკრეციის ჯირკლებად, თუმცა არსებობს ისეთი სეკრეციის ჯირკლებიც, რომელთაც ახასიათებს ორივე ფუნქცია და შერეული ტიპის სეკრეციის ჯირკვლები ეწოდებათ, ასეთია პანკრეასი და ასეთია სასქესო ჯირკვლები. აი სურათზე მოთავსებული გახლავთ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, ჩვენ ვისაუბრებთ, რომ ჰიპოთალამუსი არეგულირებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს ჰიპოფიზის მეშვეობით, იმიტომ რომ ჰიპოთალამუსი წარმოქმნის სპეციფიურ ჰორმონების არეგულირებელ ნივთიერებებს და ასე ხდება. მას რეგულირება, ამას ჩვენ კიდევ ცალკე
განვიხილავთ, აქ არის მას ჰიპოფიზი, ჰიპოფიზში გამომუშავდება ტროფული ჰორმონები, რომლებითაც ხდება სხვადასხვა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების, ანუ ენდოკრინული ჯირკვლების რეგულაცია და გარდა ამისა აქ გამომუშავდება ანტიდიურეზული ჰორმონი და ზრდის ჰორმონი, ამაზე ჩვენ ჰიპოფიზზე ცალკე მის ფუნქციებზე ცალკე ვისაუბრებთ. რაც შეეხება ფარისებრ ჯირკვალს, ფარისებრ ჯირკვალში გამომუშავდება ჰორმონი თიროქსინი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში ჟანგვით პროცესებს, ენერგეტიკულ ცვლას, მის თიროქსინის შემადგენლობაში შედის იოდი და ამიტომ იოდის ნაკლებობა იწვევს მას დარღვევას ამ პროცესებისას და ვითარდება ორგანიზმი ამას პასუხობს ამ ფარისებრი ჯირკვლის გადიდებით და ვითარდება ჩიყვი. შესაძლებელია, რომ სხვადასხვა მიზეზით შეიძლება ეს იოდის ნაკლებობით არ იყოს გამოწვეული, მაგრამ თიროქსინი სათანადო რაოდენობით ვერ გამომუშავდებოდეს და ამ ჰიპოფუნქცია იწვევს ჟანგვითი პროცესების შენელებას. ამიტომ ესეთი ადამიანისათვის დამახასიათებელი არის დაბალი ტემპერატურა, დაბალი წნევა, ასევე სიმსუქნისაკენ მიდრეკილება, იმიტომ რომ ჟანგვითი პროცესები არის შენელებული და ბავშვებში გარდა ამისა თიროქსინი გავლენას ახდენს ზრდა განვითარებაზე და გონებრივ განვითარებაზე და ამიტომ თიროქსინის ჰიპოფუნქცია იწვევს მიქსედემასაც, რაც წინ ჩამოთვლილი სიმპტომები არის დამახასიათებელი და ასევე გონებრივ ჩამორჩენილობას კრეტინიზმს. ხოლო თიროქსინის ჰიპერფუნქცია იწვევს ეგრეთ წოდებულ ბაზედოვის დაავადებას. ამ დროს გაძლიერებულია ჟანგვითი პროცესები, ამიტომ ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ გაძლიერებული მადა აქვს, გამხდარი არის, ტემპერატურა მომატებულია, ნერვულად აგზნებულია, თვალის კაკლები არის გადიდებული, აი ასეთი სიმპტომებით გამოიხატება ეს დაავადება. ფარისებრ ჯირკვალში კიდე გამომუშავდება ჰორმონი კალციტონინი, რომელიც სისხლში ამცირებს კალციუმის დონეს და ხელს უწყობს სისხლიდან კალციუმის გადასვლას ძვლებში. თქვენ იცით, რომ ძვლების სტრუქტურა კალციუმის მარილებზეა დამოკიდებული და გარდა ამისა კალციუმის დაგროვების ფუნქციასაც ასრულებს. აქვე ფარისებრ ჯირკვალზე ალაგ-ალაგ არის გროვები და ისინი ქმნიან ფარისებრ ახლო ჯირკვალს. აქ გამომუშავდება ჰორმონი, პარათჰორმონი, რომელიც კალციტონინის საწინააღმდეგო ფუნქციას ასრულებს. პირიქით იგი იწვევს პლაზმაში კალციუმის ზრდას, როდესაც სისხლში შემცირდება კალციუმის რაოდენობა, იგი უწყობს ხელს ძვლებიდან კალციუმის გადასვლას სისხლში. და აქ არის მკერდუკანა ჯირკვალი თიმუსი, ჩვენ ეს ვახსენეთ, როდესაც იმუნურ სისტემას განვიხილავდით, გამომუშავდება აქ თიმოზინი, რომელიც იმუნურ რეაქციებში არის ჩართული, კერძოდ ლიმფოციტების ზოგიერთი სახეობის ჩამოყალიბებას განაპირობებს. რაც შეეხება თირკმელზე და ჯირკვალს, აქედან მნიშვნელოვანი არის ტვინოვანი შრის ჰორმონი ადრენალინი, რომელიც თავისი მოქმედებით სიმპათიკურ ნერვულ სისტემას გავს. იგი იწვევს გულის შეგუშვების გაძლიერება, გახშირებას, გულისა და ჩონჩხის კუნთებში არტერიოლების გაფართოებას და სამაგეროდ ზოგადად ორგანიზმში სისხლძარღვების შევიწროებას, ამიტომ წნევის მომატებას იწვევს ზოგადად და გარდა ამისა, იგი მონაწილეობს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის რეგულაციაში, კერძოდ იგი ზრდის გლუკოზის დონეს, რადგან
პანკრეასის ჰორმონ გლუკაგონთან ერთად იგი ხელს უწყობს გლიკოგენის გლუკოზად გარდაქმნას. პანკრეასის წვენის ჰორმონი გახლავთ კიდევ ერთ-ერთი ინსულინი, უკაცრავად პანკრეასის ჯირკვლის ჰორმონი გახლავთ კიდევ ინსულინი, რომელსაც გლუკაგონის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, პირიქით იგი აძლიერებს უჯრედების მიერ გლუკოზის შთანთქმას და აქედან გამომდინარე ამცირებს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციას. საკვერცხეებში გამომუშავდება ესტროგენები და პროგესტერონი. ესტროგენები ხელს უწყობს საკვერცხების განვითარებას, კვერცხუჯრედების მომწიფებას, მეორადის სასქესო ნიშნების განვითარებას. პროგესტერონზე მინდა შევჩერდე, მას გამოიმუშავებს ყვითელი სხეული. ყვითელი სხეული წარმოიქმნება მას შემდეგ, რაც მომწიფებული ფოლიკულიდან ამოვარდება კვერცხუჯრედი და აი ეს ფოლიკული გარდაიქმნება შემდეგ ყვითელ სხეულად, რომელიც ასრულებს დროებითი შინაგანი სეკრეციის ჯირკვლის ფუნქციას და ეს პროგესტერონი გავლენას ახდენს საშვილოსნოს კედლების მომზადებაზე, კერძოდ მისი საშუალებით ხდება მისი მომზადება ჩანასახის მისაღებად. სათესლეებში ტესტოსტერონები წარმოიქმნება, რომელიც ხელს უწყობს მამრობითი სქესისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების ჩამოყალიბებას, ანუ მეორადის სასქესო ნიშნების განვითარებას და სასქესო ჯირკვლების განვითარებაზე ახდენს გავლენას. ჰორმონები ყველა უმრავლესობა ყველა ორგანოზე არ მოქმედებს. არის ჰორმონები, რომლებიც სხვადასხვა მოქმედების ფართო სპექტრი ახასიათებს და ამას ჩვენ განვიხილავთ, მაგრამ არიან რომლებიც კერძოდ რაღაც სპეციალური სამიზნე ორგანოები და ქსოვილები გააჩნიათ. აი მაგალითად და ესაც ვიცით, რომ ჰორმონები არის ორი ბუნების, შეიძლება იყოს ცილოვანი ან ლიპიდური ბუნების, ცილოვანი ბუნების ჰორმონები, როდესაც სისხლით მიიტანება უჯრედებში, ისინი მოქმედებენ იმ შემთხვევაში ქსოვილებზე, თუ ეს ჰორმონი მისი მოლეკულის გეომეტრიული ფორმა შესაბამისი იქნება უჯრედის პლაზმურ მემბრანაში მოლეკულარ რეცეპტორის. ამ შემთხვევაში უკავშირდება ჰორმონი, მას და ცვლის პლაზმური მემბრანის თვისებებს და ამის შედეგად ეს გავლენას ახდენს უჯრედში მიმდინარე საციცოცხლო პროცესებზე. მაგალითად, თუ ინსულინი დაუკავშირდება აი თავის სამიზნე ქსოვილების უჯრედებში ჩაშენებულ ან მოლეკულარ რეცეპტორებს, პლაზმური მემბრანის განლადობა იზრდება გლუკოზით. ეს უჯრედები აქტიურად თარგმნავენ გარემოდან გლუკოზას. ხოლო რაც შეეხება ლიპიდური ბუნების ჰორმონებს, რომელიც არაპოლარული მოლეკულებია, ამიტომ ისინი პლაზმურ მემბრანაში ადვილად შედიან, ციტოპლაზმაში უკავშირდებიან სპეციალურ ცილებს, რის საშუალებითაც შედიან ბირთვის გარში გადიან და უშუალო გავლენას ახდენენ ისინი გენების აქტივობაზე გავლენას. ან თრგუნავენ აქტიურებენ მათ მოქმედებას. ამას ჩვენ ვთქვით, რომ ჰორმონების კონცენტრაციას სისხლში არეგულირებს ჰიპოთალამუსი ჰიპოფიზში გამომუშავებული ტროფული ჰორმონების მეშვეობით. აი მაგალითად, თუ სისხლში შემცირდა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი თიროქსინის დონე, ამას აღიქვავს ჰიპოთალამუსი, გააქტიურებს ჰიპოფიზში თირეოტროფული ჰორმონის გამოყოფას, რომელიც თირეოტროფული ჰორმონი მოქმედეს თითქმელზე და ჯირკვლის ფარისებრი ჯირკვლის ჯირკვალზე და აქტიურებს მას და ხდება ჰორმონ თიროქსინის გამოყოფა. როდესაც სისხლში თიროქსინის დონე ნორმას მიაღწევს, უარყოფით უკავშირით აღიქვავს ჰიპოთალამუსი და ითრგუნება ჰიპოფიზში თირეოტროფული ჰორმონის გამოყოფა.
აი ასე მონაწილეობს ჰიპოთალამუსი ამ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედების რეგულაციაში. აი ჰიპოფიზე ვთქვით რომ ფართოდ ვისაუბრებდით. ჯერ ეს ერთი როგორც აღვნიშნეთ ტროფული ჰორმონები გამოიყოფა ჰიპოფიზიდან, რომლითაც ხდება სხვადასხვა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლის მოქმედების რეგულაცია. მაგალითად, ასეთი არის ადრენოკორტიკოტროფული ჰორმონი, რომელიც ადრენალინის გამოყოფას არეგულირებს. თირიოტროფული ჰორმონი სულ ახლახანს განვიხილეთ ჩვენ ფარისებრ ჯირკვალში თიროქსინის გამოყოფას არეგულირებს. გონადოტროფული, რომელიც საცეცლების განვითარებას და მათში სპერმატოზოიდების მომწიფებას სტიმულირებელი ჰორმონი კი ქალის სასქესო ჯირკვლების ფუნქციონირებაზე ახდენს გავლენას, მაგრამ ასევე გამომუშავდება ისეთი ჰორმონები, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ ორგანიზმზე, ეს არის პროლაქტინი, მაგალითად სარცევე ჯირკვლებში რძის გამოყოფას ასტიმულირებს, ზრდის ჰორმონი, რომელიც ცილების სინთეზს აძლიერებს და ძვლების ზრდას განაპირობებს. სხვანაირად სომატოტროფული ჰორმონი ეწოდება, ეს არის ცილოვანი ბუნებით, თუ ზრდის პროცესში, ბავშვის განვითარების პროცესში ჰიპოფუნქციასთან გვაქვს საქმე, მაშინ არ იზრდება და ჯუჯობა ქონდრისკაცი ვითარდება. ზრდასრული ადამიანი 8-9 წლის ასაკის ნორმალური ასაკის ბავშვის სიმაღლეს არ აღემატება, ხოლო თუ ჭარბად გამოიყოფა ზრდის პროცესში, მაშინ გიგანტიზმი ვითარდება, ხოლო თუ ზრდასრულ ადამიანში გამოიყოფა ჭარბად ეს სომატოტროფული ჰორმონი, მაშინ ორგანიზმი არაპროპორციულად იზრდება და ვითარდება, დაავადება აკრომეგალია. ასევე ოქსიტოცინიც გამომუშავდება, რომელიც მაგალითად საშვილოსნოს კედლების შეკუმშვას აძლიერებს. ვაზოპრესინი ჩვენ წინა შეხვედრაზე განვიხილეთ, თუ როგორ არეგულირებს თირკმელები ვაზოპრესინი მაშინ გამოიყოფა გაძლიერებულად, როდესაც სისხლში შემცირდება ის რაოდენობა, სითხის წყლის რაოდენობა. აი ამ ვაზოპრესინის საშუალებით მას რეგულირდება თირკმლის დაკლაკნილ მილაკებში შეწოვის პროცესი, წყლის უკუშეწოვის პროცესი. ეხლა კი ადრენალინი. ადრენალის, აი მე გითხარით, რომ ზოგიერთ ჰორმონს აქვს მოქმედების ფართო სპექტრი, ასეთ არის მაგალითად ადრენალინი. იგი გავლენას ახდენს გულის სისხლძარღვთა სისტემაზე, როგორც გითხარით, ახშირებს, აძლიერებს გულის მუშაობას, აფართოებს მათში არტერიოლებს, ასევე ჩონჩხის კუნთებში, ზოგადად სისხლძარღვებს ავიწროებს და სისხლის წნევას ზრდის, ღვიძლში გლუკაგონთან ერთად მონაწილეობს გლიკოგენის გლუკოზად გარდაქმნაში და ესე იგი სისხლში გლუკოზის კონცენტრაციას ზრდის, ბრონქიოლებს აფართოებს და ფირტვების ვენტილაციას აძლიერებს, კუნთებში მასში შემავალ არტერიოლებს აფართოებს, ასევე ცხიმოვან ქსოვილში ცხიმების დაჟანგვას აძლიერებს, კანში ადრენალინი ავეწროებს სისხლძარღვის კაპილარებს და თქვით, რომ საწმის მომნელებელ სისტემაში პერისტალტიკას თრგუნას და საწმის მომნელებელი წმენების გამოყოფასაც თრგუნას ადრენალინი და ამითი ადრენალინი ემსგავსება სწორედ სიმპათიკური ნერვული სისტემის მოქმედებას.
აი აქ წარმოდგენილი არის ინსულინის და გლუკაგონის ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედება საკვების მიღების შემთხვევაში, როდესაც სისხლში გაიზრდება გლუკოზის კონცენტრაცია, ამითი პანკრეასში გაძლიერდება ინსულინის სინთეზი და ინსულინი აძლიერებს უჯრედების მიერ გლუკოზის შეთვისებას. პირიქით ფიზიკური მუშაობის დროს ჩონჩხის კუნთებში მცირდება გლუკოზის კონცენტრაცია, შედეგად აი ამ პანკრეასში გაძლიერდება გლუკაგონის სინთეზი და შედეგად ღვიძლში დაგროვებული და ჩონჩხის კუნთებში დაგროვებული გლუკაგონი გარდაიქმნება გლუკოზად. მაშ აი ეს ინსულინის და გლუკაგონის ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. ჩვენ შეიძლება ახლა შევაჯამოთ თუ როგორ ხდება ენდოკრინული რეგულაციით ფიზიოლოგიური პროცესების წარმართვა. საჭიროების შემთხვევაში მას აქტიურდება შესაბამისი ჯირკვალი ჰორმონის საჭიროების შემთხვევაში. ჰორმონის სინთეზი ხდება ენდოპლაზმურ ბადეზე, თუ არის ცილოვანი ბუნების ხორკლიან, ანუ გრანულარულ ენდოპლაზმურ ბადეზე და თუ ლიპიდური ბუნების არის გლუ ენდოპლაზმურ ბადეზე. აქედან შემდეგ გადაადგილდება იგი გოლჯის აპარატში, გოლჯის აპარატში ყალიბდება ბუშტუკების სახით და ეგზოციტოზის საშუალებით გამოიყოფა ჰორმონი ამ ჯირკვლის უჯრედებიდან, შემდეგ მოხდება იგი სისხლით და სისხლით ტრანსპორტირდება, უკავშირდება ჰორმონი რეცეპტორს, ამოიცნობს სამიზნე უჯრედს ამის შედეგად და მხოლოდ ამის შემდეგ გადასცემს ჰორმონის სიგნალს სამიზნე უჯრედს. ეხლა კი განვიხილოთ რამოდენიმე მაგალითი ტესტური დავალების. რა შედეგს გამოიწვევს ზურგის ტვინის ნერვის უკანა ფესვის ტრავმა და წინა ფესვის ტრავმა. ამას ხაზი გავუსვი, როდესაც ზურგის ტვინის სტრუქტურას და ფუნქციას განვიხილავდით, უკანა ფესვის ტრავმა გამოიწვევს მგრძნობელობის დაკარგვას და წინა ფესვის დაზიანება მოძრაობითი ფუნქციის დაკარგვას. უპირობო რეფლექსი არის თანდაყოლილი და მუდმივი. კიდევ ვიმეორებ, თუ არ დაზიანდა ნერვული სისტემის შესაბამისი უბანი. თავის ტვინის დიდი ნახევარსფერობის ქერქის რომელ უბანთან არის დაკავშირებული ადამიანის ნებითი მოძრაობის უზრუნველყოფა? ქერქის ცენტრალური ღარის წინა უბანთან და ეს ცენტრალური ღარი შუბლის წილსა და თხემის წილს გამოყოფს ერთმანეთისაგან და თუ იყო კითხვა ასე ნახევარსფერობის ქერქის რომელ წილთან არის დაკავშირებული, მაშინ და უპასუხოთ შუბლის წილთან. ნეირომედიატორის საშუალებით ინფორმაცია გადაეცემა ერთი ნეირონიდან მეორეს, რაც იწვევს ამ უკანასკნელის აგზნებას ან შეკავებას. კიდევ რომელი უჯრედების მუშაობას იწვევს ნეირომედიატორი, კუნთების, ჭირკვლების, ორივეს, რაც საკვირველია, ჩვენ როდესაც სინაფსებს განვიხილავდით, განსაკუთრებულად გაუსვი ხაზი, რომ სინაფსი წარმოიქმნება არა მარტო სხვადასხვა ნეირონებს შორის, არამედ აქსონოების დაბოლოებასა და კუნთოვან ბოჭკოებს შორის, აქსონების დაბოლოებასა და ჯირკვლების უჯრედებს შორის. ჩვენ ქსოვილებს რო განვიხილავდით, იქ ვთქვით, რომ აგზნებადი ქსოვილები არის კუნთოვანი ქსოვილი, ნერვული ქსოვილი და ჯირკვლოვანი ქსოვილი, ჯირკვლოვანი ეპითელური ქსოვილი. ნერვული სისტემის პარასიმპათიკური ნაწილის აგზნება იწვევს ნაწლავის პერისტალტიკის გახშირებას, რომ ყოფილიყო სიმპათიკური პირიქით შენელებას. ადამიანებში თბო რეგულაციას განაპირობებს შუამდებარე ტვინი, კანი და გულსისხლძარღვთა სისტემა. დიახ, შუამდებარე ტვინში არის მოთავსებული თბო რეგულაციის ცენტრიც, შიმშილის ცენტრი, წყურვილის ცენტრი და მათ შორის მას თბო რეგულაციის ცენტრი და იგი მას თბო რეგულაციას ადამიანში აგროვებს, არეგულირებს უკაცრავად შუამდებარე ტვინი, კანი და გულსისხლძარღვთა სისტემა. სად გაივლის ნერწვის გამოყოფის პირობითი და უპირობო რეფლექსური კალი, პირობითი დიდი ნახევარსფერობის ქერქში და უპირობო მოგრძო ტვინში. არაერთხელ განვიხილეთ ჩვენ ეს.
თავის ტვინის რომელი ნაწილია დაფარული რუხი ნივთიერებით, ნახევარსფეროები და ნათხემი, რასაც შესაბამისად ნახევარსფეროების ქერქს უწოდებენ და ნათხემის ქერქს. თავის ტვინის ქერქის რომელ წილს გადაეცემა კუნთებიდან წამოსული იმპულსები, თხემის წილს. აი, კითხვა რომ ყოფილიყო, სად არის მოთავსებული კანკუნთოვანი მგრძნობელობითი ზონა, ცენტრალური ღარის წინ თუ უკან? უკან არის მოთავსებული, სადაც უკვე თხემის წილია. ჩამოთვლილი თაგა, რომელს არ არეგულირებს ჰიპოთალამუსი, ენდოკრინული სისტემის მოქმედებას, სხეულის ტემპერატურას, სუნთქვით რეფლექსებს, კვებით ქცევებს არ არეგულირებს ჰიპოთალამუსი. ილუსტრაციაზე, რომელი ციფრით აღნიშნულ სტრუქტურაში ხდება ნერვული იმპულსის წარმოქმნა, ხდება მესამეში, ეს კარიბჭის აპარატი, ანუ აქ წონასწორობის რეცეპტორები არის მოთავსებული, რომელიც ნათხემს გადაეცემა და კიდე თავის ტვინის ზედაგანყოფილებებს, მათ შორის შუამდებარე ტვის და აქ არის ლოგოკინაში კი სმენის რეცეპტორები მოთავსებული, ისე იგი 3 და 4. დიდი ტვინის ქერქის რომელი წილი აკონტროლებს მეტყველებას აკონტროლებს შულის წილიც და საფეთქლის წილიც. თავის ტვინის რომელ ნაწილში ხდება ნერვული და ენდოკრინული სისტემების მოქმედების ინტეგრაცია შუამდებარე ტვინში. აქ არის მისი შემადგენელი ნაწილი არის ჰიპოთალამუსი. ძაღლს გამოუმუშავეს ნათურის ანთებაზე ნერწყვის გამოყოფის პირობითი რეფლექსი. პირობითი რეფლექსი შეკავდება მაშინ, როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში ვიმოქმედებთ მხოლოდ პირობითი გამღიზიანებლით და არ მოხდება უპირობო გამღიზიანებლით განმტკიცება, ესე იგი, ამ შემთხვევაში პირობითი რეფლექსის შინაგან შეკავებასთან გვაქვს საქმე და მეორე მოულოდნელად ვიმოქმედებთ სხვა ძლიერი გამღიზიანებლით. ეს კი პირობითი რეფლექსის გარეგანი შეკავების შედეგი გახლავთ. პირველი და მეორე. ჰიპოფიზის რომელი ჰორმონი აკონტროლებს სხვა ჯირკვლების მოქმედებას? თიროტროფინი, პროლაქტინი თუ სომატოტროფინი? მხოლოდ თიროტროფინი. რომელი ჰორმონი მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე სიმპათიკური ნერვული სისტემის მსგავსად, რამდენჯერმე მიგანიშნეთ ეს ადრენალინი. რომელი ჰორმონი უზრუნველყოფს კვერცხუჯრედის მომწიფებას? ესტროგენები. პროგესტერონი პირიქით აკავებს შემდეგი კვერცხუჯრედის მომწიფებას და საშვილოსნოს ამზადებს ჩანასახის მისაღებად. და შეგახსენებთ, რომ პროგესტერონი ამ ყვითელი სხეულის ჰორმონი გახლავთ. ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციისას ვითარდება ბაზედოვის დაავადება, კრეტინიზმი, ენდემური ჩიყვი. ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციისას ვითარდება კრეტინიზმი და ენდემური ჩიყვი. უჯრედის რომელ ორგანოებში მიმდინარე პროცესებს აძლიერებს თიროქსინი, ჟანგვით პროცესებს და ჟანგვითი პროცესები აერობული ცვლა მიტოქონდრიებში მიმდინარეობს. ჩამოთვლილი თაგა, რომელს მიაქვს ჰორმონები, ჯირკვლები და სამიზნე უჯრედების პლაზმური მემბრანის რეცეპტორებამდე. სისხლს მიაქვს და უჯრედს შორის სითხეს. ჩამოთვლილი თაგა, რომელი ჰორმონები მონაწილეობენ ორგანიზმის ზრდა განვითარების რეგულაციაში. სომატოტროფინიც, თიროიდული ჰორმონი, იმიტომ რომ გითხარით ზრდაში ჩამორჩებიან ბავშვები თუ ჰიპოფუნქცია, ამათვის დამახასიათებელი თიროქსინის, თიროიდული და სასქესო ჰორმონებიც, იმიტომ რომ ეს თუნდაც მეურადის სასქესო ნიშნების განვითარებაზე ახდენს სასქესო ჰორმონები გავლენას. რომელ ჯირკვალში ძლიერდება სეკრეცია სტრესის დროს? თირკმლსა ამ დროს ადრენალინის გამოყოფა ძლიერდება. რომელი ჰორმონის სინთეზი ხდება ჰიპოფიზში? ოქსიტოცინი, სომატოტროფინი და პროგესტერონი. ოქსიტოცინი და სომატოტროფინი. პროგესტერონი აგერმაშ თვით საკვერცხელში უყურთ ყვითელ
კვლავ ტექნიკური პრობლემა იყო დენი გაითიშა, მაგრამ არ მინდოდა რომ არ დავშვიდობებოდით, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი ბოლო ვებ გაკვეთილი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ვებ გაკვეთილები მოგეხმარათ თქვენ ინფორმაციის საგამოცდო მასალის გამეორებაში, სისტემაში მოყვანაში, იმიტომ რომ გისურვოთ წარმატებით ჩაბარება ეროვნული გამოცდების და საერთოდ წარმატებულ მომავალს გისურვებთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ნახვამდის.